Короче, გაიგიდე რა. ჩემი ბაბაფში ყველა მიცია რა ვიცი რა და თუ სადმე გამოჩდებიან ეგრევე დამირეკა. ხა ეგრევე მე მირეკა. ეს. შენიცი. რატო ჩამოიღე გარდა? რა ვიცი, აბა მეგონა მოკვდი. ჯერ არა, მეძინა. რა გეძინა? იცი რომელი საათია? არა და არც მაინტერესებს. დილისკენ დავიძინე. რატო სამუშაო ხდება? აბა დილამდე რასაკეთებდი ძმობას გავიცნობ. სვამდი. მე რაღაცა გულმა მომიჭირა. მე სულად გავხდი, მე თითქოს გამიარა, რაღაც შიშები დამეწყო და ვერ დავიძინე რა. დახლა როგორ ხარ? რა ნერვებზე ვარ რა. რაღაც იდღე სამსახურში ისე სულად გავხდი, საჭეს და ვერ დავჯექი. ბიჭო, ატყობ რომ სერიოზული ნევროზი გაქვს. ნერვოზე არა, რქები მაქვს. აუ, გეხვეწები რა. შეეშვი აი რაღაც აი ამ გუიმურ თვითგვემას რა. ეგ არის ჩვეულებრივი ნერვოზი. უძილობა და გულის ფრიანი. გაივლის რა. ოდესმე ალბათ კი. და შენ ახლა მაგასთან მარტო ბრძოლა შეგიძლია? ვისთან? ნერვოსთან და საკუთარ თავთან. რა გავაკეთო? ექიმთან უნდა მეხვიდე რა. და რა უთხრა ექიმს ისა? ცოლმა მეგალათა შვილი რომელსაც ველოდი სხვისი აღმოჩნდა და მე რაღაცა ხასიათზე ვერა ვარ და შფოთვები მაქვს მეთქი? არა, ეგ არ უთხრა. იხარი რომ მე ძალიან ცუდად გძინავს, სულ ნერვებზე ხარ და დახმარება გჭირდება რა. ახლა მე მჭირდება ვისკი. ბოლოს საჭმელი ვისჭამე. რა, ერთად არ ვჭამეთ? 2 დღის წინ? წამოლა სადმე გემრიელა ვჭამოთ, არ გინდა? ერთ ჩავარტყავ იქნებ გაიტანოს. მომახე. რას კითხულობ? რას კითხულობ, რას? მე მქვია წითელი. რა არის ასაცი? წიგნს კითხულობ და სათაური არისი? გამოვიწყდოს. თაკო. რა ხდება? რა ხდება? რა ვიცი, მე გეკითხები რა ხდება. მთელი დღეა გასული ხარ მომსახურებიდან. არც გიჭამია, აღარც იღიმი. არც გიკოცნია. ეგ არ არის პრობლემა, რომ არ გიკოცნია, მე გაგოცნი. მოკლედ. ექიმთან ვიყავ. რატო გჭირს რამე? არაფერი არ მიჭირს. აბა? უბრალოდ ბავშვი მინდა. და ვიფიქრე ანალიზებს გავიკეთებ მეთქი. მერე? მე ძალიან საეჭვოა რომ ბავშვი გამიჩნდეს. რატო? არც ვერ გავიგე რა. რაღაც ვირუსია ორგანიზმში. არ მკურნალობა კი შეიძლება, მაგრამ არ იციან რამდენად შედეგიანი იქნება. მე ვიცი. ყველაფერი იქნება კარგად. და მე და შენ აუცილებლად ვიყოლებთ შვილი. თუ არ გვეყოლება. მე რა? ხო, მე რა? თაკო მომისმინე.
მე შენ მიყვარხარ გესმის? და მთელი ცხოვრება მინდა შენთან ერთად გავატარო. შენთან ერთად მინდა დავბეჭდე. ხო, მე რა მოხდა თუ არ მიყოლებო ბავშვი. და თუ მარტო შენ იქნები ჩემი ოჯახი. შენ მიყვარხარ. მოდი ჩემთან. ეს რა? ამდენი რამე გქონდა აქ? ო. შენ ეთყობა არ გახსოვს, მაგრამ მთელი პირველი წელი აქ ცხოვრობდი. სანამ მამი და ჩემი ბინას მაჩუქებდა. მახსოვს, ხო? რომ მოხვედი დიდი ჩემოდრით. კასპერა რო არისო და რო არ გიშვები. ხო. ისე რა შემოსაშვები ეს იყო რა. მაგრამ მამა ჩემა დამირეკა ბიჭო. ძალიან კარგი მშრომელი ბიჭიაო. თან ჩვენი ნათესავიაო. მერე არ იყო მართალი? ჰა? არა, მართალი იყო, როგორ არ იყო? მე ჩვენი ნათესავია რა. მარტო ეგ. აი ეს დროს როგორ შეგიძლიათ ღლიცინი რა? თავს ლივს ვიკავებ რომ შრემლები არ წამომივიდეს. თან აი პირველი ღამე აქ გავათენე. ბიჭო, აქ რატო იძინებდი? ხო გითხარი, ჩემ კაბინეტში დაიძინებდი. რავი ძმაო, მომერიდა. თან მაშინ დიდი კაცი მეგონე. თან კაბინეტიო რო თქვი, მეგონა რაღაც მდიდრული ოთახი იქნებოდა და რამე არ გავაფუჭო თქო. აუ მაგაზე მაგრაუღარ დავა. 3 კვადრატულს რო კაბინეტზე ძახდა. ხასოს. სამაგიეროდ ეხლა მექნება მდიდრული კაბინეტი. თან მარტო მე კი არა თქვენს. მოიცა მეც? აბარა, ხო. მაგრამ მოიცა, ყველა თუ დირექტორი იქნება, საქმეს ვიღა გააკეთებს. ვიქირავეთ ზვიად მუშებს. თან მერე უკვე ზვიადა კი არა, ბატონის ზვიადი იქნება. აუ, თან ამას წინათ მეორადებში ისეთი მაგარი შარვალ კოსტუმი დავითრიე, რომ აი, მუა. ეგ რო გავიგეთ, მაგიტო დავიწყე ბიჭო დიდ ბიზნესზე ფიქრი, აბა რა გონია. ისე დირექტორი კი არა, პრეზიდენტიც რო გავხდე, აქაურობა მაინც მომენატრება. კასპერამ რაღაც ხოს, ჩვენ აქ მუშაობთ, ეს ყველაფერი კიდე ამისია. კაი, რა ვერ მორჩი. წავედით. მიდი თქვენ გადით და მეც დაგეწევით ორ წუთში. ცოტა ხანი მარტო მინდა დავრჩი. But still my heart won't leave me be, won't give me time to think. მოდიახ. ძალიან დიდი ბოდიშია რომ ამას ხომ მოგიწევ უბრალოდ ამ ბოლო დროს რაღაც თავბრუს ხვევები მაქვს ხოლმე და ვერიდები მარტო გასვლას. მოდი რა გაიხადე და დაჯექი. აი ეგ არაფერი უბრალოდ მე რატომ თხოვე მეგოს? რამე პრობლემა მაქვს კიდე გიორგისთან? არა, გიორგი არაფერი შუაში არ არის, უბრალოდ ვიცი რომ ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდა და თან განიცდის ამ ყველაფერს. განიცდის. უფრო სწორად განიცდიდა. მაგრამ ეხლა მე მგონი რომ უფრო კარგად არის. დღეს ერთად ვისადილეთ და რა ვიცი, მე მგონი რომ ნორმალურად არის. ხო? მიხარია. გისმენ აბა რა ხდება? ხო, ხო. მჭირდება ძალიან კარგი სისხლის სამართლის ადვოკატი. ჩემთვის არა, ჩემ მეგობრის ძმას აქვს სერიოზული პრობლემები. ყავდა კარგი ადვოკატი, უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ უხელმძღვანელებს ამ ამბავს და თან დღე-დღეზე წყდება. ხვდები? ხო და ანუ სასწრაფოდ ჭირდება. კი, ფაქტურად დღესვე. მე ჩემ ადვოკატს დაურეკე, მაგრამ არავინ არ ეგულება. ძალიან კი მერიდება შენთვის ამის თხოვნა.
უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. აი ვფიქრობ, ახლა ვინ შეიძლება გირჩიო რა. მართლა? იცი რა, მოდი მივალ ახლა ოფისში. იქაც გავიკითხავ და შევეცდები ვინმე ნორმალური გიპოვო. ნახო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ეს ვიცოდე ყოველთვის. მადლობა. კარგი, წავალ მაშინ ახლა და საღამოს დაგირიკავ. არ იცი როგორ დავაოდები შენ ზერს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ნუ ხა რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, ხო იცი? არ ვიცი მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო. მართლა. არ არის საჭირო. დრო, დედიკო გადაწექი იქ ლოკეში და უფრო კარგად დაიძინე. არ ძინავს დედა. ძილი გაშუაში არ გაცივდე რა. აი აჰა. ჩემი სიხარული. კარგი. კარგი. თიმუნდა. ზურა იქნება გეხოცები გავაღო. ხო, მაგრამ გასაღები დარჩა სახში. ზურიკო შენ ხარ? გამარჯობა. ვინ გინდათ? ხალბატონო, მე გამომძიებელი გახლავართ გოგას საქმეს მე ვიცია. ხო. კაცრავად მობზანდით. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. ხომ მშვიდობა? კი, მშვიდობა. რამე მოხდა? არა. მე უბრალოდ ახალ გარემოებებზე სასაუბროდ მოვედი და. ხო. დაგწოვოთ მე? დიახ, თუ შეიძლება. ბოდიში გიხდით. კარგით. არა ხდება. ახალი არის რამე? სწორედ ახალი ამბის სათქმელად მოვედი. იმაცე? სად არიან? აიყვანეთ? ისევ დატყდნენ არა? არა, ვნახეთ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გვიან. ორივე გარდაცვლილი იყო. სად? როგორ? მიტოვებულ მანქანაში ვიყო. იქ რა საკეთებდნენ? თვისი მანქანა იყო. ეგჯერ ჩვენც არ ვიცით. მანქანაც ექსპერტიზაზე. თაკოს ელაპარაკე? არა, რატო? ავი ექიმთან იყო. და დაჯექი რა უნდა გელაპარაკო. ო, ისე დაიწყე? ან რაღაც სერიოზული უნდა მითხრა, ან ძალიან ცუდი. გადარჩენა კი არა. შენც ფრთხილად იყავი, ბიჭო. My